რა მაგარი რაღაცეებია, რა მაგარი ნიფები ატუდები? ანაირია. საოცრება. ო. გამარჯობა. მეგობრებო, მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველში მობრძანებისთვის. მოგესალმებათ 90-იანი წლების პერიოდის სახელმწიფო მუზეუმი. წარმოდგენილი იქნება რეპროდუქციები, ექსპონატები, რაც ძალიან საინტერესოა დღევანდელი თაობისთვის და ძალიან საინტერესოა ისიც რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ კითხვა. ეს ტრუსიკიანი ბიჭი პაპკი თქვენ არის? კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ ექსკურსია, ასე ვთქვათ. ეს გახლავთ ფოტოსურათი, რომელიც 90-იანებში იქნა გადაღებული. ეს არის უნივერსიტეტიდან ოდნავ გვიან დაბრუნებული სტუდენტი. მე რა მაინტერესებს კიდე? ეს ნახატი რა არის? აი ეს ნახატი რას ნიშნავს? ბატონო? აი ეს ნახატი რას ნიშნავს? ეს? დიახ, აი ეს ფიროსმანის მარგარიტაა. ფიროსმანის მარგარიტა? დიახ. ეგ ნახატი ვიცი და აცვია იმ ნახატში და გახდილი რატო აქვს? თქვენ მართლა ბრძანეთ, მაგრამ ხედრიონის დროს გახადეს. ბატონო და ასახით შემოხდა. ბატონო, ეს გახლავთ კონკრეტულად ეს არის მაშინდელი სპორტულების მიერ წარმოქმნილი ანომალია. მაშინდელი სპორტულები მუხლებზე იბერებოდა, თქვენ თუ გახსოვთ, პატარები და დასომებად, მაგრამ აიწევდა ამ ანომალიას. და ამას იცავდნენ უბრალოდ ღამეთბებოდნენ, მამაკაცები საწოლში იცავდნენ ხოლმე, იცავდნენ. ეს ეცვათ ახლა. კი, მაშინ იცავდნენ ხოლმე ადრე, ნუ ახლა კიდევ კარგად არ ჩანს ახლა, ნუ დაახლოებით უფრო თვალსაჩინოებისთვის, აი ასეთი ეს იყო. ამით ხდებოდნენ, კი ბატონო. და სხვანაირია რა. ფოტოს გადაღება მაინც არ შეიძლება, მაგრამ უკაცრავად, პატრიციამ. საინტერესოა. ეს ერთი და იგივე სურათი სხვადასხვა. ხო, ესეც ძალიან საინტერესოა. ეს გახლავთ ფოტო, რომელიც მთლიან ასე ვთქვათ, სურათს წარმოადგენს. ეს არის სურათის სახელწოდება ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა იყო. ეს მოგეხსენებათ, დენი მიდიოდა. დიახ, ეს გადმოხდა ფოტოგრაფმა ასე ვთქვათ. ეს ამ პერიოდის არის. მინდა შემოგთავაზოთ მაშინდელი იმ პერიოდის Facebook-ი. Facebook-ი? დიახ, მეგობრობის დღიური ერთხელ მაშინ. რეგისტრირდებოდა, იცნობდნენ ერთმანეთს, კითხვა-პასუხი და ასე შემდეგ. ნახატები და ესო, კი ბატონო. რა საინტერესოა და ეს რა არის? ძალიან საინტერესოა. ამას ქვია ადამიანების, უბრალოდ ადამიანის სიცოცხლის შესამოწმებელი დეტექტორია, ასე ვთქვათ. ამის საშუალებით იგებდნენ ადამიანები ცოცხლები იყვნენ მოსახლეობა თუ არა. შეგიძლია განახებთ როგორ მუშაობს კონკრეტულად ნატურა რომელიც ანთია. გამოვთოთ. ვაი შენ ჩაგიქრა პირში სული და სიკვდილი შენახეთაც გამორთեք. ახლა ჩავთო. რა მაგარია. როგორ ცხოვრობ? ძალიან საინტერესოა. ძალიან მაგარია. იმ პერიოდში ასე ამოწმებდნენ მოსახლეობა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი, ასე. პაგრიშკა. დასაკეთებ, ახალგაზრდა, როგორ შეიძლება მოხდეს ექსპონატს ხელით ეხებით, კაცო? როგორ შეიძლება? გამოდი, თუ შეიძლება. პაგრიშკა, ჩვეულებრივი. პაგრიშკა შენთვის არის, ჩემო კარგო, თორე ჩვენთვის მაშინ ეს იყო გამათბობელი და ჭაღი. გამათბობელი და ჭაღი როგორ იყო? შემოკარგო ამას უკიდებდნენ ცეცხლს და ერთგვარად ერთდროულად იყო გამათბობელის და ჭაღიც. ძალიან გქოთ ხელით ნუ შეეხებით ურაფერს. არ ვიცოდი. ურაფერს ნუ შეეხებით. რაც შეეხება მაშინდელი იმ პერიოდის პატრულის თანამშრომელი იგივე გაიშნიკი. ეს ერთადერთი ექსპონატია ჩვენს მუზეუმში დაცული. სხვა მუზეუმს ეს არ აქვს უბრალოდ მოვიპოვეთ და ძალიან ფოტოშოპი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მართლა მუშა მდგომარეობაშია? რა თქმა უნდა. და აბა გვაჩვენოს. შეგვიძლია რომ არა, დრო ჩავთ. თული თუ არ ჩაუდე ხელში ორლარიან ისე. გვაქვს. კი ბატონო, ვიდი რა თქმა უნდა მაინტერესებს. ეგ ფატო. ხო არა. გელეგელი მიჯმაკერე. მოდი. გიგე გიბეში, მოდი. გიბეში რა გიბეში რა მე ოჯახიან ყავს ჩამარმიდა.
შრომა მოდი ამატრელები ჯიჯიბე ამიგაკ ბადრიჯანი მიგაკ გადმოაყრეთ 2 კილო სამშუნა წარო რა მოდი აქ ბიჭო არ ვიცი ეხათ მოდი რა ჯარი მოვიდა აიმე რა დამაჯერებდი აუ კიდე მინდა ჩავაგდო თუ გაქვთ ფული კიდე უნდა ჩააგდოთ იმიტომ რომ 2 ლარზე სულ ეს არის 50 თეთრი მაქვს და ნუ ჩააგდეთ 50 თეთრიცაც 50 თეთრი მეგონი მუშაობს კი მოდი ბიჭო მოდი 50 თეთრზე რა არის რა უნდა ცოტა იმუშავა მათაშორის ასეთი ექსპონატი ჩვენ სულ 6 გვყავდა 6 წალი იყო ამ მუზეუმში მაგრამ 5-მა იქიდან ისევ დაიწყო პოლიციაში მუშაობა დღეს და ამიტომ ეს ერთი შემოგენახა და ჯულია მუზეუმში ბატონებო სულ სხვანაირად მობრძანდით აქეთ ეს მაინტერესებს რა მობრძანდით აქეთ მინდა განახოთ თემუკა რა საკეთო რაკენი თემუკა რა ეს დაპნოსა თემუკა რა გჭირს ბიჭო კაცო ამას არ აწერია არ დააწერე ხო რადიაცია და გამოსხივება და მომწავლელია კაცო ახალგაზრდა ჯერ იკითხე რა საკეთებ კაცო როგორ შეიძლება ამას რო ყნოსავ და რა არის ეს და არის და იუპის წვენია ჩვეულებრივი და რადიაციულია ცოტა ყურადღებით ხოვნაირო კაცო გამოდით აქეთ თუ შეიძლება რა გამოდი აღარ შეიძლება გამოდით აქეთ კაცო როგორ შეიძლება ეხლა შარი გვინდა დახურავენ ეგრევე არ დამასხა ციმოვა რა საკეთებ მოიცო თქვენ ანდაბა თქვენ რატო სვავთ კაცო ჩვენ ამაზე ვარ გაზდილები კაცო ახალგაზრდები ხართ თქვენ კაცო ესე როგორ შეიძლება მობრძანდით აქეთ არ მიხუსეთ ეს გახლავთ მაშინდელი პერიოდის ტელევიზორი სადაც ხალხი უბრალოდ უყურებდა მუშაობდა აკუმულატორზე კი ბატონო ეს გახლავთ მაშინდელი კინოკლასიკა Рабыня Изаура. მაშინდელი კინოკლასიკა შედევრი უბრალოდ ეს იყო მაშინდელი ამ პერიოდში დაიწყო მინდა გითხრათ რომ აღზევების ხანა კინოკლასიკაში და მთელი ამ სერიალების ხანა და ეს რა არის ეს ხო ჩვეულებრივი ბამბუკის ჯოხი რა თქმა უნდა თემატურია რომ ეს ამასთან ერთად და თუ მიხვდებით რა არის ეს რადგან ტელევიზორთან დევს უნდა ადვილი მესახედრი იყოს თქვენთვის ურტყამს როგორ გეგადრება ჩვეულებრივი ბამბუკის ჯოხი ეს გახლავთ პულტი ეს არის ტელევიზორის პულტი მიო 9-10 ნაკლები ამ მექანიკური პულტის საშუალებით 90-იანებში ადამიანს შეეძლო სკამიდან აუდგომლად გადაერთო ნებისმიერ აქვს ხელა კომფორტია რა აი როგორ თქვა დიდი კომფორტია კი ბატონო აი ეს ხომ არ შეგიძლიათ აუ მე ვიცი ფათაშორის თავიდანვე ვაკურდებოდი ამ ის არის კერასინკა ხო როგორ გეკადრებათ არავითარი კერასინკა ეს არის იმ პერიოდის ცენტრალური გათბობა ცენტრალური გათბობა ახლავე განახებთ როგორ მუშაობს ახლავე განახებთ საინტერესო ერთი წუთი აბა ეს უნდა დატრიალდეს გაგვათფობს ახლა ცენტრალური დატრიალდეს ეს იჭედება და აი ბედეკა აი თვალები აი რა იყო ეს თვითონ არა მუზეუმის ხობს მოიწევს რა გასინებს და უკაცრავად რა მოხდა თუ შეიძლება რომ მითხრათ აი ასე მუშაობს ეს კერესინკა ცენტრალური გათბობა ეგრეთ წოდებული რასაც თქვენ კერესინკა დაარქვით ჩემო მეგობრებო დიახ და ასე მუშაობდა მუშაობის პრინციპი ეს ხონდა ზუსტად ცენტრალურ გათბობას დიახ მეგობრებო მობრძანდით აქეთ აი ეს ალბათ გეცნობათ სანთელი პარაფინის სანთელი რომელიც ახლა აღარ გამოდის ეს გახლავთ არის თუ გაგიგებთ ლამპა ჭრაქი როცა ეს ტყდებოდა და არიშოებოდა საკმაოდ ძვირი ღირდა დიდი სიამოვნება იყო გამოიყენებოდა გამაგრებელი სასმელის ბოთლი ჩვეულებრივად ვაფარებდი ძევით ჩვეულებრივად ანათებდა ჭრაქი ამას ვერ მივხვდი აი დღეზე ვერ მივხვდი ამდენი რაღაცა იყო ესეთი გამოგონება იყო რომელიც ძალიან და ეს ნივთები ეს ყველაფერი
მინდა გითხრათ, რომ არასდროს აღარ დაჭირდება, აღარასოდეს დაჭირდება კაცობრიობას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი რამ არსებობდა. ამის საჭიროება რა თქმა უნდა ახლა აღარ დგას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ხომ? წარსული ჩვენი. მაგიტომაც მოვედით ამ მუზეუმში. უნდა ვიცოდეთ. ჩაახრეს ისე. ვაი, თქვენ ჩაგიქრათ პირში, სული ჩაგიქრათ. სად არის და